ესე აფეთქე საყდრისი ამათიდე ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს და როგორც ყველა ქმედება საჭიროებს ორ მხარეს, სუბიექტს, რომელიც მოქმედებს და ობიექტს, რომელსაც ეს მოქმედება მიემართება. თუ დავუშვებთ, რომ ქველმოქმედებაში შესაძლებელი არის სუბიექტის და ობიექტის ერთი და იგივე პიროვნება იყოს, მაშინ ბიძინა ივანიშვილი მართლაც უდიდესი ქველმოქმედი გამოდის საკუთარი თავისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო უძველესი ოქროს საბადოს აფეთქება რა გვირს. აი ესე აფეთქე საყდრისი ამათიდე თუ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის, ან უბრალოდ სიამოვნებისთვის აკეთებს ქველმოქმედებად მოვნათლავთ, ამ ქველმოქმედების ჩამონათვალი საკმაოდ მასშტაბური და შთამბეჭდავი გამოვა. რასაც ხაზი უნდა გაესვას არის ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს უსარგებლია. ირაკლი კობახიძის სახოტბო ბრიფინგზე კიდევ ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა ითქვა, მაგრამ ოცნების ყველაზე გავრცელებული პროპაგანდა მაინც ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებაა. ყველა სხვა გამოგონილ ეპითეტსა და ლითვნებს შორის ქველმოქმედებას მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პროპაგანდისა და ირაკლი კობახიძის გამოგონილ ნარატივს მიღმა კი არის სიმართლე ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. როდესაც ივანიშვილს როგორც ქველმოქმედზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ხაზი უნდა გაუსვათ ამ საკითხს, რომ საქველმოქმედო ფონდი ქართულ და ფინანსთა სამინისტრო 5 წელია არ ღვევენ საგადასახადო კოდექსის 32 მუხლის მოთხოვნას და საჯაროს არ ხდიან, გამჭვირვალეს არ ხდიან, ძალიან უყვართ ეს სიტყვა, საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის ანგარიშს და კონკრეტული შემთხვევებისაც რომ თავი დავანებოთ, რაზედაც მე ვისაუბრებ, თავად ის ფაქტი, რომ კანონის დარღვევით გასაიდუმლოებულია ფონდის საქმიანობა, უკვე პრინციპში ჩვენ პასუხობს შეკითხვაზე და უკარნახობს, რომ რაღაც დასამალი, რაღაც უკანონო ამ ფონდში ხდება, გარდა იმ ძალიან მცირე მასშტაბის საქველმოქმედო საქმიანობისა, რომელზედაც შეიძლება საჯაროდ ჯერ კიდევ საუბრობდნენ და ცხრილში ატენიდნენ საზოგადოებას. რისთვის იყენებს ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდ ქართულში მობილიზებულ ფულს სინამდვილეში? ან საერთოდაც რა ფულია ეს? ამ საკითხს კიდევ მივუბრუნდები. მანამდე კი ვნახოთ ეგრეთ წოდებული საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შედეგები. ფონდის ქონება რამდენჯერმე იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს აეღოთ ცესხები. ანუ ივანიშვილმა მისი ოჯახის პირადი ინტერესებისთვის ისარგებლა საქველმოქმედო ფონდის ქონებით. მაგალითად, ცესხი ააღებინა მისი და ირაკლი რუხაძის კუთვნილებაში არსებულ ცემენტის წარმოებას და თუ ცემენტის წარმოების განვითარებას ქველმოქმედებად ჩავთვლით, მაშინ ივანიშვილი ნამდვილად ქველმოქმედია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე საინტერესო საკითხი ეს არის საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაში არსებული კომპანიის თაბორი რეზორსის მიერ თაბორის მთაზე აშენებული დიდი სასტუმრო კომპლექსი, რომელმაც უზარმაზარი სარეკრეაციო სივრცე გაანადგურა დედაქალაქში და რომელმაც მთლიანად შეცვალა დედაქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა, მაგრამ აქ აშენდა გოლფ კლუბი, რომელიც ექსპლუატაციაში ასედაც იქნა მიღებული თბილისის მერიის მიერ, მაგრამ მას ივანიშვილი იყენებს როგორც პირად რეზიდენციას და მაგალითად ის ცნობილი კადრები, როდესაც ეგრეთ წოდებული პრემიერი კუჩი დასდევს ივანიშვილს და თუ არ ვცდები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, სწორედ იმ ეგრეთ წოდებულ გოლფ კლუბშია გადაღებული, რომელიცაც სინამდვილეში როგორც ჩანს ივანიშვილი პირად რეზიდენციად და პირადი საჭიროებებისთვის იყენებს და რა თქმა უნდა ესეც ვერ იქნება ჩათვლილი საქველმოქმედო საქმიანობას. და ყველაზე მასშტაბური ეგრეთ წოდებული ქველმოქმედება ამ ფონდიდან 2 წლის განმავლობაში სასტუმროებისა თუ სხვა შენობა ნაგებობების ასაშენებლად სესხის სახით გაცემული 452 მილიონი ლარია, რომლის შესახებაც ინფორმაცია კორუფციის მკვლევარმა ირაკლი აბესაძემ შეაგროვა სხვადასხვა საჯარო წყაროდან. თავარი კითხვა კი ყველა შემთხვევაში ერთია: საიდან მოდის ეს ფული და რატომ არის გასაიდუმლოებული ყველაფერი საქველმოქმედო ფონდის გარშემო? ხიდა ესეც ირონიულია, ხო, გვახსოვს ივანიშვილის დაპირება იაფი უფასო ფულის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საკუთარი საქველმოქმედო ფონდს საკუთარი ბიზნესებისთვის მოუწყო ეს იაფი ფული. მაშინ საერთოდ რამდენი იყო შემოწირულობა, ხო? თუ იყო 500 მილიონი და 500 მილიონი მიმართეს ბიზნესის დასაფინანსებლად და ქველმოქმედებაზე აღარაფერი, იყო მილიარდი, როგორ გაიზარდა 300 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე შემოწირულობები. ჩნდება ლოგიკური კითხვები, ხომ არ არის ეს უკანონოდ და შავად მოპოვებული ფული, რომელსაც ივანიშვილი რიცხავს ფონდში და ხდება გათეთრება, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს რუსი სანქცირებული ოლიგარქების ფული, რომელთანაც ახლო მეგობრობა ივანიშვილს აკავშირებს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებებიც სწორედ ტელეკომპანია ფორმულასაც აქვს გავრცელებული და ხომ არ ხდება მაგალითად მათთვის ხელის შეწყობა ფულის რუსეთიდან გამოტანის და გარკვეულწილად გათეთრების და ასე ვთქვათ კანონიერი სახის მიცემის და ანუ მარტივად რომ ვთქვათ
ნამდვილად რა ფულია ეს? საიდან მოდის ამ მასშტაბის ფული, რომ შემდგომ 452 მილიონი ლარი მიემართება მხოლოდ ბიზნეს საქმიანობაზე და კიდევ ერთხელ უბრუნდები თქვენ თავად შეკითხვას. თუ ივანიშვილი ქველმოქმედია, მაშინ ქველმოქმედებისთვის რა რაოდენობის თანხა დარჩა ამ პერიოდში? სინამდვილეში ქველმოქმედებისთვის არაფერი დარჩა. როგორც ჩანს, არც იმ თბილისის ცენტრალური პარკისთვის გადარჩა ფული. ივანიშვილის ქველმოქმედების ხილული მაგალითი რომ უნდა ყოფილიყო. 2020 წელს, ანუ 6 წლის წინ გამართულ პრეზენტაციაზე გვითხრეს, რომ აქ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდებოდა. მაშინ მოგვახსენეს, რომ ეს ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართულ აჩუქეს. ანუ ეს პროექტი ქველმოქმედებად შეინიყა. დაპირების მიხედვით პროექტი 2 წელიწადში, ანუ 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და 2026 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ქველმოქმედება ახლა აი ასე გამოიყურება. 2023 წელს, მაშინ როცა პარკის მშენებლობა 1 წლის დასრულებული უნდა ყოფილიყო, გაირკვა, რომ იპოდრომის ტყეში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ძმები ფხაკაძეების კომპანია 7 ცათამბჯენს ააშენებდა. პროექტის მიხედვით, იპოდრომის ტყეში აშენებული ცათამბჯენებიდან ყველაზე დაბალი 21 სართულიანი, ხოლო ყველაზე მაღალი 79 სართულიანი იქნება. ფხაკაძეების კომპანიამ ფონდი ქართულსგან იპოდრომის ტყეების ტერიტორია 85 მილიონ დოლარად იყიდა. დღეს 2026 წელს დაპირებული საქველმოქმედო თბილისის ცენტრალური პარკი კი ჯერჯერობით არსად ჩანს. ამ ყველაფრის პარალელურად ივანიშვილი მუდმივად სარგებლობს სახელმწიფოსგან სხვადასხვა შეღავათებითა და სიკეთეებით. იქნება ეს იაფი ელექტროენერგია ბიტკოინების გამოსამუშავებლად თუ ოფშორების კანონი ქვეყანაში შემოტანილი ქონების გადასახადებისგან გასათავისუფლებლად. თუ გიგანტური ხეები აქვს გადასატანი, ხომ ხეებსაც მოჭრის გზად, ბანერებსაც ჩამოხსნის და დენის კაბელებსაც ჩახსნის. საკუთარ შპს-ში, რასაც უნდა იმას იზამს. ჯერ ბლექსი არენას ააშენებს, შემდეგ კი სახელმწიფოს გადასცემს საჩუქრად. ამ თითქმის უფუნქციო შენობის შენახვა კი ხალხის გადასახადებიდან მილიონობით ლარი დაჯდება ყოველწლიურად. ნაჩუქარ წამგებიან შენობებს ცხადია ბერას იქ დასაქმებული სამეგობროც მოჰყვება თან. მაგათ ხელფასებსაც მოქალაქეების ჯიბიდან გადაიხდიან. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ივანიშვილი მაინც ქველმოქმედია პროპაგანდის ნარატივში. პრემიერის ნარატივში ხომ საერთოდ ღმერთია. მე როგორც საუბრების მეთაური და მართულ პარტიაში მეორე პირი, ხშირად სარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. აი მაგალითად ამ კაცზე ხომ ამბობენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია, იმასაც ხომ ამბობენ, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა. ნებისმიერი ლოგიკით პარტიის თავმჯდომარე პარტიაში პირველი კაცია, მაგრამ არა, ირაკლი მაინც მეორეა, რადგან გროსმეისტერი ყოველთვის და ყველგან პირველია. ამდენჯერმე თქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ივანიშვილის სადიდებელი ბრიფინგის ჩატარება როგორც ჩანს კობახიძეს ნაჩქარევად მოუწია. ფაქტებში თავად აიბნა. ჯერ თქვა ივანიშვილი გავლენას იმ ფარგლებში ახდენს სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, რამდენადაც ეს საპატიო თავმჯდომარის შეფერისო. მერე თქვა მეორე კაცი ვარო. მერე ისიც დაამატა როგორც წესი მსჯელობისას სულ ივანიშვილის აზრი იმარჯვებსო. ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა. ეს ლამის ერთადერთი სიმართლეა, რაც კობახიძემ იმ ბრიფინგზე თქვა. ცხადია, რომ პარტიაში პირველი კაცის აზრები გაიმარჯვებს სულ, აბა მეორე კაცს ვინ ეკითხება რამეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბატონმა ბიძინა ივანიშვილის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილი, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ბატონ ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილი. სახშობლო გესმის როგორც მამას უნდა და ხოცავ ყველას ვინც მამას უნდა. საბოლოოდ 9 წუთის განმავლობაში კობახიძემ საქებარ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი 28 ჯერ ახსენა და თუ რატომ გააკეთა ეს ამ კითხვაზეც თავად ეპასუხობს.
არა, ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით და გადაწყვეტილებით ჩავატარე. თვითონ ბიძინა ივანიშვილი მოისმენს იმ ბრიფინგს, რომელიც დღეს ჩავატარე, ხო? კიდევ ერთხელ ეს იყო ჩემი ინიციატივა, როგორც თავრობის მეთაურმა მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. მოსმენით ალბათ მოისმენს, მაგრამ თუ კობახიძეს თავის გადასარჩენად აქვს საქმე, ეს ბრიფინგი ვერ უშველის, რადგან ბიძინას წლების განმავლობაში ბევრად უკეთესი ლიქვნებიც მოусმენია. თუმცა ვერც იმ ქებადიდებამ გადაარჩინა ის, ვინც ამას თავის გადასარჩენად კობახიძეზე ბევრად ადრე აკეთებდა. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია. მან აბსოლუტურად ყველაფერი დააყენა რისკის ქვეშ. საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი. ზოგადად ჩვენი ქვეყნის მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას გადარჩენის საქმეში. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. ეს არის საოცრება, რაც ამ ერთმა ადამიანმა მართლაც საოცრმა პიროვნებამ ბატონო ბიძინამ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი. ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ასეთ ადამიანს მეგობრებო, მადლობა კი არ ეკუთვნის. ასეთ ადამიანს ეკუთვნის ყოველდღე მადლობა. ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი. დიდი მადლობა. მადლობა. ივანიშვილისთვის მადლობების გადახდაში და ქებაში ღარიბაშვილი კობახიძეზე წინ იყო ნამდვილად. მარტო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბრიფინგზე 8-ჯერ გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მადლობა. მაგრამ როცა დრო მოდის და იმ პირველ კაცს საკუთარი ინტერესების გადასარჩენად არტყების გაწირვა უწევს, ვინ რამდენი მადლობა და საქებარი სიტყვა დახარჯა მისთვის, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თუნდაც ეს გასაწირი ბარტყი მეორე კაცი იყოს პარტიაში. ის პირველი არჩევანს ყოველთვის პირველის, ანუ საკუთარი თავის სასარგებლოდ აკეთებს. თან ეს გროსმაისტერიც დიდი ვერაფერი ქებაა, მაშინ როცა ხოტბის შესხმაში ამხელა კონკურენციაა. რა არის ის კაცის ღმერთის ნებაა რა. იმ კაცის ხელით აკეთებს უფალი და ყველაფერს რა.